მაღაზია გიშერი ჩამოინგრა ანგლისურ თემაზე თავისუფალი საქართველოს თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი მოსიაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ნაგებობაა და შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება რეაბილიტაციას. მოსიაშვილის განცხადებით, შენობის ჩამონგრევის მიზეზი არასწორად დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. შენობის ჩამონგრევის საშიშროებაზე საუბრობენ მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებით, რომელთა თქმითაც სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა სხვა ნაგებობების დაზიანებაც გამოიწვიოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაესტროს გადამღებ ჯგუფთან თელავის გამგებელმა პეტრე კიკნაძემ მოუცდელობის გამო კომენტარი არ გააკეთა. მე პირადად საჯარო ინფორმაცია გამოუთხოვე გამგეობიდან და არანაირი გეგმა არ არსებობს ამ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. მეტიც არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია გამგეობას თუ რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ. ჩვენ აღმოჩნდით ფაქტის წინაშე, როდესაც კულტურული ძეგლი, ისტორიული მნიშვნელობის შენობა, ნაგებობა დაინგრა. იმის გამო რომ არ იციან რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და რანაირად აკეთებენ. გვერდზე შენობა, რომელიც 100 წელზე მეტი ხნისაა, ემუქრება ჩამოშლა, მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ არ ჩანს. ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ, რომ როგორც გიშერი ჩამოინგრა, თუ ამ სართულებს კიდევ დაადგამენ მეორე სართულს, რომლის კედელი მოვა ჩემს გრევად კედელთან, ჩემს სახლთან, არა მაქვს გარანტია, ისე ჩამოიშალოს ჩემი სახლი. სანამ რამე უბედურება დატრიალდება თელავში, ჯობია დროზე მოაკითხოს ვინმე სპეციალისტმა.